გორში არასრულწლოვანი ძმების ცემისთვის დაკავებულ არასრულწლოვან სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის გადაწყვეტილებით დანარჩენ სამ ბრალდებულს კი მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს გორში წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლები არასრულწლოვანის ინიციატივით არასრულწლოვან ძმებთან შეხვედრა შედგა. მას სხვა არასრულწლოვნებთან ერთად დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება TikTok-ზე ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს შეურაცხყოფის გამო მოხდა. ფასებული იქნა ის საფრთხეები, რაზე დაყრდნობითა ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აღნიშნულ პირებთან მიმართებაში უნდა გამოყენებულიყო აღკვეთი ღონისძიების სახით ერთთან პატიმრობა და დანარჩენ სამთან მშობლის მეთვალყურეობა და შესაბამისად ბრალდების მხარის შუამდგომლობნა არ ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად. კონფლიქტის მიზეზი ნამდვილად გახდა ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს შეურაცხყოფა. კონკრეტულად რა არა? მეც ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. სოციალურ ქსელში დაიწყო ეს არის გამოძიების ინტერესების პრეროგატივა. გამოძიება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გრძელდება და ბუნებრივია სხვა დეტალებთან დაკავშირებით უკვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. ბრალდებულისა და დაკავებულის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ არასრულწლოვნების შეხვედრის მოტივი არ ყოფილა ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ინტერესი და სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთ ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით გაასაჩივრებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც არის 16 წლის, აღკვეთის ღონისძიების სახით განისაზღვრა პატიმრობა, რაც ჩემთვის არის ძალიან გულდასაწყვეტი, ვინაიდან რომ ბავშვები საპატიმრო დაწესებულებაში არ უნდა იმყოფებოდნენ, მით უფრო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულიდან გამომდინარე, თუმცა ალბათ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ნასამართლები და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. თუმცა ბავშვი აღიარებდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, იმას, რომ მან სცემა მის თანატოლი, ასე ვთქვათ, თუმცა დაზიანებები არ მიუყენებია არანაირი სახის და რაც შეეხება მოტივს, რაზეც მე სულ ყოველთვის ვაპელირებ და ვუსვამ ხაზს, მოტივი შეხვედრის არ ყოფილა რაიმე ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ინტერესი. ეს იყო პირადი შეურაცხყოფის გამო კონფლიქტი და შემდგომ თქვენ იცით, რომ ამას მოყვა 4 არასრულწლოვანის მიმართ გამოძიების დაწყება. შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლები არასრულწლოვანი 19 მაისს დააკავეს. მას ორ სხვა არასრულწლოვანთან ერთად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის A და B ქვეპუნქტებით. აქვს წარდგენილი, რაც არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემას გულისხმობს, ხოლო ერთ არასრულწლოვან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის A, B და G ქვეპუნქტებით, რაც ორი არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემას გულისხმობს.